მოგესალმებით მეგობრებო, ამ ვიდეოში გასწავლით თუ როგორ შეიძლება მართოთ Samsung-ის Smart ტელევიზორი სამართავი პულტის ნაცვლად ჩვენი ტელეფონით. ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ Samsung-ის Smart ტელევიზორზე, ხოლო თქვენ თუ სხვა ტელევიზორი გაქვთ, შეგიძლიათ გახსნათ YouTube, გადახვიდეთ ისწავლემეთ ის YouTube არხზე და გადახვიდეთ ვიდეოებში და გახსნათ აი ეს ვიდეო. ტელევიზორის მართვა სამართავი პულტის ნაცვლად ტელეფონით. ხოლო რაც შეეხება Samsung-ის შემთხვევაში, ჩვენ უნდა შევიდეთ Play Store-ში და გადმოვიწეროთ SmartThings აპლიკაცია. მე უკვე გადმოწერილი მაქვს, შეგიძლიათ გადახვიდეთ Play Store-ში და ჩაწეროთ SmartThings და გადმოვიწეროთ ეს აპლიკაცია, რომელიც მთლიანად მორგებულია Samsung-ის Smart ტელევიზორზე და Samsung-ის სხვა ნებისმიერ კონდიციონერზე და ასე შემდეგ, შეგიძლიათ მართოთ, კარგი გავააქტიუროთ და გადავიდეთ უკვე უშუალოდ დაკავშირებაზე. აქ დავეთანხმოთ დაშვებას. შემდეგ ვაკეთებთ რას? გადავიდეთ მოწყობილობაში. თავარში გადავიდეთ, დავაჭიროთ პლუს ხილაკს, მოწყობილობის დამატება და აქ არის Samsung დავაჭიროთ დამატებას. შემდეგ აქ არის რამოდენიმე კატეგორია, აქ არის დინამიკი, ვენტილატორი, კონდიციონერი, მაცივარი და ასე შემდეგ. ჩვენ გვინდა ტელევიზორის არჩევა, ანუ ვირჩევთ ტელევიზორს. აი ესე. შემდეგ დაუნლოდებით რამოდენიმე წამი და როდესაც დაკავშირებულია Wi-Fi-ზე ჩვენი ტელეფონი და ტელევიზორი, აქ უკვე გვიჩვენებს ამ მოდელს, როგორც ხედავთ, უკვე გვიჩვენა და ვირჩევთ Samsung 7 სერიის. აი ესე. შემდეგ ველოდებით რამოდენიმე წამი. აი როგორც პინი გამოისახა აქ, შევიყვანოთ 8711, 8711 და 5814, 5814. დავაჭიროთ მზადაა. ველოდებით რამოდენიმე წამი დაკავშირებას. დავაჭერთ მზადაა. დაკავშირებულია უკვე, ანუ ჩვენ შეგვიძლია უკვე მართოთ აი ესე, გავხსნათ SmartThings აპლიკაცია. გახსნის შემდეგ უკვე გვიჩვენებს აქ ჩვენს დაკავშირებული ტელევიზორს. გადავიდეთ მასში. რის შედეგადაც გამოისახება უკვე ღილაკები, რომლითაც მართავთ ტელევიზორს, რომელიც არის ხმის ამწევი დამწევი. აი ნახეთ. აწევა, დაწევა, მართვა, სრულიად მაუსის ფუნქციით, გადართვა და ასე შემდეგ, ანუ სრული ფუნქციის გამოყენება შეგიძლიათ. მოკლედ, სულაც იყო მეგობრებო, ვიდეო ამით დასრულებულია. გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარისხილაკი, რათა არ გამოგრჩეთ ახალი და საინტერესო ვიდეო გაკვეთილები.